ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი თავისუფლებები სახელმწიფოს მხრიდან, რომ არ იყოს ხელშეხებული. მთავრობა რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს ადამიანების ცხოვრებაში. ნაკლებს გვარეგულირებდეს, ნაკლებს გადასახადს გვართმევდეს, ნაკლებს გვაიძულებდეს ასე თუ ისე მოქცევას, ნაკლებს ერეოდეს ჩვენს განათლებაში, როგორ ვასწავლით ჩვენ შვილებს, რას ვასწავლით, ნაკლებს ერეოდეს სპორტში, კულტურაში და ასე შემდეგ. და ცოტა ფუნქციები ჰქონდეს იქ რაღაცა პოლიცია, ჯარი, საგარეო ურთიერთობები. მეტი არაფერში არ გვინდა რომ მთავრობა ერეოდეს და რაც კი მთავრობის ბალანსზე ქონება, გვინდა რომ ადამიანებს დაურიგდეთ. გასაგებია რომ მაშინ ძველ დროში ეს კერძო საკუთრება თავადების და აზნაურების იყო, მაგრამ მას მე რაც გავთანაბრდით, შეხარჯენი ბატონი, ეს მიწა ადამიანებს თანაბრად უნდა დაურიგოთ. აი, როდესაც ბატონყობა გადავარდა, გლეხი რო ტოვებდა ბატონს, რაღაც წილი მიწა მიყვებოდა, ხო და დღეს არის უამრავი რაოდენობა ადამიანი, რომელსაც კერძო საკუთრება ასე არ აქვს და უამრავი მიწა და უამრავი წიაღისეული, ტყეები, მინდვრები ასე შემდეგ, რომელიც მთავრობის ბალანსია და არის გაყინული. არავინ არ იყენებს და ერთადერთი გამოყენება ამ საკუთრებას ის აქვს, რომ მთავრობაში ვინც არის თავისიანებს მე ლარად ჩუქნის ხოლმე ტყეებს და მინდვრებს.